ინდივიდუალიზმი როცა იკარგება, იქ მე მგონი ყველანაირი ინტერესი იკარგება. ვა, ნინო, ნახე შაშან ესეთი ღარები არ ქონია. ეხა აქ რაღაცა გამოჩნდა, იქ რაღაცა გაჩნდა. ყველაფერს გეტყვი აბსოლუტურად. არაფერი არ მაქვს დასამალი. რას შეცვლიდი? ყოველთვის მქონდა ჩემი მკერდის კომპლექსი და ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა გაცილებით უფრო პატარა მკერდი, მაგრამ შენ რა მიგიცდია? რამოდენიმე წელიწადში რომ დამჭირდა, მე მივაკითხე სპეციალისტს და ოღონდ აი ამ არეში, სადაც მე მიყვარს ხოლმე ესე წარბების თამაში და აქ მიჩნდება რამოდენიმე ნაოჭი. ხანდახან ეს კარგია, ხო? ამ ბევრი რამის თქმა შეიძლება, ხო? თუ კი ვინმე რამეს იკეთებს, მე რა თქმა უნდა, არასდროს არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ყველას მინდა ურჩიო, რომ დაიცვან ზომიერების წესები. ასაკი მხოლოდ ციფრებია შენთვის? თუ ადამიანი შინაგანად ახალგაზრდა, რა ვიცი, სულ 80 წლის იყოს, შეიძლება მაინც არ ეტყობოდეს. როგორ იქცევა ნინო ამ შემთხვევაში? საერთოდ დახლებიდან უნდა აიღონ ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას. რა შეგრძნება სიწვევ შენში ესეთი ქალი თუ კაცი? სულ არ არის სავალდებულო, რომ მამაკაცი ალენ დელონივით ლამაზი იყოს, თუმცა რატომაც არა. დილა სირბილი ნინო გაჩეჩილდეს საყვარელი აქტიობა. დიდი ტყუილია. პაკას დამიხარ. ძალიან მომწონს იოგა. ძილი? აი ძილი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რომელზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, ეს არის კოდკასტის მორიგი ეპიზოდი. მადლობა რომ გვიყურებთ და მადლობა რომ მოიწონებთ ხოლმე ჩვენს გვერდს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აქვე წარვადგენთ კოდკასტის სპონსორს, კოდკასტის სპონსორია აჰავა. მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ხალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და სიჯანსაღეს. აქვე დავამატებთ, რომ მოწონებულია დერმატოლოგების მიერ, ასე რომ აჰავა ძალიან კარგი პროდუქტია, გამოიყენეთ თავად დარწმუნდებით. გარეგნობა, თავის მოვლა, სიჯანსაღე, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ხშირად ჩანს, მოღვაწეობს სატელევიზიო სივრცეში, კინო სივრცეში, არის მსახიობი და ყოველთვის უწევს საკუთარ თავზე ზრუნვა იმისათვის, რომ მუდმივად იყოს ფორმაში, მუდმივად გამოიყურებოდეს ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს, იმისათვის, რომ აკეთოს თავის პროფესიონალური საქმიანობა და იყოს ყოველთვის მოთხოვნადი. ასეთი სტუმარი მყავს დღეს, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ეს არის ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი, საყვარელი ადამიანი, ფანტასტიკური გოგო, ფანტასტიკური პიროვნება. მადლობა ნინო რომ მოხვედი. ყოველთვის მიხარია ჩემი სტუმრის წარდგენა და მით უმეტეს რაც მე მოუხდი იმ სივრცეში, სადაც მომიწია გამეცნო ცნობადი სახეები და ბევრი კარგი ადამიანი შევიძინე ამ პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი ხარ შენ ჩემთვის ცხოვრებაში, ვინც კი შემიძენია ესე სამეგობრო წრეში. მადლობა ჩემო საყვარელო, მეც ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ შენთან ვარ სტუმრად ამჯერად შენს კოდკასტში. მადლობა. ნინო, მოდი პირდაპირ თემას შევეხოთ. რა არის ის, რაც პირველ რიგში შენს ყურადღებას იქცევს ადამიანის გარეგნობაში, თქვი, თუ აი ზოგადად ადამიანში. მოდი უფრო ასეთი გარეგნულ სიჯანსაღეზე გავაკეთოთ აქცენტი. გარეგნობაში, ანუ ვიზუალი, ხო? არ როგორ გამოიყურება? მამაკაც სულ ერთია. გულისხმობ თუ ქალს? ორივეს, ხო? ნუ, მამაკაცის შემთხვევაში ეს უფრო აი ქარიზმატულობას ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ სულ არ არის სავალდებულო, რომ მამაკაცი ალენ დელონივით ლამაზი იყოს, თუმცა რატომაც არა. მაგრამ შეიძლება არ იყოს ძალიან ისეთი მომხიბვლელი და დახვეწილი ნაკვთები არ ქონდეს, მაგრამ იყოს ისეთი ქარიზმატული და ისეთი მამაკაცური ენერგია მოდიოდეს მისგან, რომ მიიქციოს ნამდვილად ყურადღება. ქალში? ქალშიც ანალოგიურად, ანუ ქალი, ჩემი აზრით, რა ვიცი, სასურველია რომ იყოს სექსუალური, იმიტომ რომ, ნუ, მამაკაცების უმრავლესობას მაინც ასე თუ ისე სექსუალური ქალები მოწონთ. და მგონია რომ აი ეს ქალური სექსუალურობა მოდის შინაგანი ენერგიიდან, თუ რაც უფრო მაღალი თვითშეფასება აქვს ქალს,
თავდაჯერებულობა. ხო, თავდაჯერებულია, რაც უფრო მეტად უყვარს საკუთარი თავი, რაც უფრო მეტად აფასებს საკუთარ თავს, მოწონს საკუთარი თავი. აი ეს ყველაფერი იკითხება ადამიანის სახეზე და მგონია, რომ ქალის სექსუალურობა ზუსტად ეგ განაპირობებს. მე ეს დავამატებდი, რაც უფრო ბუნებრივია. ხო, რაც უფრო ბუნებრივია, ესეც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც უნდა აღნიშნოთ. მე რა ვიცი, ვცდილობ. კარგი, რისი შეცვლა გინდოდა საკუთარ გარეგნობაში ადრე თუ გსურდა ასეთი რამ? ან ხომ არ გაჩნდა ასეთი სურვილი ახლა, რას შეცვლიდი? ყოველთვის მქონდა, ყველგან ვამბობდა, კი, ცოტა მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ ყოველთვის მქონდა ჩემი მკერდის კომპლექსი და ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა გაცილებით უფრო პატარა მკერდი, მაგრამ რა ვქნათ, ბუნებრივად ესე მოხდა და რა ვიცი, აი დღემდე არ ვიტყოდი უარს, რომ შედარებით უფრო ანუ კერდის ზომების მოცულობას. ოკეი, აი ხო არ ყოფილა რაღაცა გარე ფაქტორებით განპირობებული ეს ყველაფერი, რომ ვიღაცას უთქვამს შენთვის, ან ხუმრობით უთქვამს შენ, ახლა თქვაცა წრიდან რაღაცა ესეთი ზეგავლენის მსხვერპლი ხომ არ გამختარხარ რაღაც პერიოდში. ზეგავლენა არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მე ყოველთვის მომწონდა ძალიან გამხდარი ქალები. აი ესეთი სწორი, თხელი ქალები, რომლებსაც მქონდათ, აი საკმაოდ ისეთი ფიცარივით კი არა, მაგრამ როგორ თქვა, პატარა ზომის მკერდი, ხო, და მეც, აი ოკეი, ეს იყო და არის ერთ-ერთი შენი სურვილი. კი, და ასევე ბავშვობაში ცხვირი მაქვს გატეხილი და მაქვს პატარა კეხი, შეიძლება ის ძალიან არ მეტყობა, მაგრამ მე ხო ვატყობ ჩემ თავს სარკეში რო ვიხედები, ეკრანზეც ჩანს საკმაოდ კარგად. და ერთი პერიოდი ვფიქრობდი აი ამ კეხის გასწორებას და ცხვირის პლასტიკის გაკეთებას, მაგრამ იმდენი რჩევა მივიღე ცალკე ჩემი გრიმიორებისგან, ჩემი კოლეგებისგან, რეჟისორებისგან, ჩემი მეგობრებისგან და ასე შემდეგ, რომ სხვათა შორის ოჯახის წევრები არ იყვნენ წინააღმდეგები. შენ თუ გინდა გაიკეთეო, მაგრამ მე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ გადავიფიქრე და ჩვენივრად ზის შენი ცხვირი შენს მთელ ამ ბიოპარამეტრებში. თუმცა წგიდე მაქვს გამრუდებული და შეიძლება ერთ დღეს, წგიდე მაინც უნდა გავიკეთო. სუნთქვა მნიშვნელოვანი. კი, სუნთქვა აუცილებელი. ბანალური კითხვა, ნინო, აი ძალიან ბანალური კითხვა. ასაკი მხოლოდ ციფრებია შენთვის? იცი რა კოტე, ასაკი მხოლოდ ციფრებია იმ ადამიანისთვის, ვინც შინაგანად არის ახალგაზრდა, ვინც შინაგანად თავს გრძნობს ახალგაზრდად, ვისთვისაც ასაკის მატება, წლების მატება, ეს ნაოჭების მატება ვერაფერს ვერ აკლებს, მის განწყობას ვერაფერს ვერ აკლებს. თუ ადამიანი შინაგანად ახალგაზრდაა, რა ვიცი, სულ 80 წლის იყოს, შეიძლება მაინც არ ეტყობოდეს. აი ხა პირდაპირ შემდეგ კითხვაზე გადავედით. უყურე, ბუნებრივი პროცესია დაბერება და ბედნიერება, როცა ჩვენ ბერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრობთ. ვაგრძელებთ სიცოცხლეს. ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ხო? პრინციპში სიკვდილისკენ მივდივართ, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, ხო? ხო, მაგრამ ზოგს ამის შანსიც არ ეძლევა, ასე რომ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი განგების, რომ შეგვიძლია სიბერეს მივახციოთ. კარგი, აი ეს პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ჩემში, შენში რომ მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩნდება ასაკობრივი ცვლილებები. პარალელურად ხომ არ გიჩნდება სურვილი რაღაცეების შეცვალო. ანუ ან ხომ არ გიჩნდება თავში ესეთი ფიქრი, რომ ვა, ნინო, ნახე შაშან ესეთი ღარები არ ქონია, ეხა აქ რაღაცა გამოჩნდა, იქ რაღაცა გაჩნდა, სხეულსაც უყურებ გარკვეული გრავიტაციული ცვლილებებია. ხო არ გიბიძგებს ეს რაღაცა მოქმედებისკენ, თუ შენ თავს ღებულობ ბედნიერად ისე, როგორცაც ხარ, როგორც ხარ. ეხა დაბერების პროცესი, რომ ქალისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, ეხა სიახლე არ არის და ყველა ძალიან მტკივნეულად აღიქვავს ამას და განიცდის. მათ შორის არც მე არ ვარ აღფრთოვანებული ამ პროცესით, რო არ დაგიმალო. შესაბამისად, თუ არსებობს იმის საშუალება და სურვილი პირველ რიგში, რომ ადამიანმა თავის თავში რაღაცა შეცვალოს უკეთესობისკენ, რატომაც არა. უბრალოდ, რა ვიცი, ზომიერება უნდა დავიცვათ ამ შემთხვევაში და არ უნდა გადავაჭარბოთ. შენ რამე გიცდია? გიცდია რამე შენ? რა გულისხმობ? პროცედურები რამე გაგიკეთებია? პლასტიკური ოპერაცია რო არ გამიკეთებია, იცი ალბათ. ალბათ. ოპერაცია არა, მაგრამ აი პროცედურები რაც დღეს ძალიან ტრენდულია და ყველა დარბის ამ სალონებში ეკეთება. ყველაფერს გეტყვი, აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს. არაფერი არ მაქვს დასამალი. დავიწყოთ იქიდან, რომ 14 წლის ასაკიდან დავიწყე კოსმეტოლოგთან სიარული და სახის წმენდა, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში საკმაოდ დამეტყო ეს კომოდონები და
იძულებული გავხდი რომ მივსულიყავი. პირველი გამოცდილება მოკლედ ეგ იყო. პირველი გამოცდილება იყო კოსმეტოლოგთან სახის წმენდის პროცედურაზე მისვლა. მე უკვე ასაკთან ერთად რომ მივხვდი რომ რაღაც ცოტა უნდა ხელი შევავლო ჩემს თავს 35 წელს რო გადავწდი სადღაც 36 წლის ასაკში ბიორევიტალიზაცია გავიკეთე კიდე აღარ მახსოვს იმ პროცედურას რა ქვია მე გეტყვი რო გამახსენდება სახელი ულთერაპია გამახსენდა ულთერაპია არსებობს ესეთი პროცედურა და აი აქ შუბლის არეში წელიწადში ერთხელ ვიკეთებ ბოტულინო თერაპია წელიწადში ერთხელ რატო? ნუ იმიტომ რომ მეტი არ მჭირდება თან ახლა ადრე მახსოვს შენ კითხე ოღონდ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი სადღაც ერთი 31-32 წლის რო კოტე გავიკეთო თუ არა ბოტოქსი და შენ მითხარი რომ შენ ხარ მსახიობი და შენ რო გაიკეთო ბოტოქსი გაგიშეშებს მიმიკას და ვეღარ შეძლებ ანუ ამ მიმიკის გამოყენებას და ეს რჩევა კაი ხანი გავითვალისწინე მაგრამ რამოდენიმე წელიწადში რო დამჭირდა მე მივაკითხე სპეციალისტს ოღონდ აი ამ არეში, სადაც მე მიყვარს ხოლმე ესე წარბების თამაში და აქ მიჩნდება რამოდენიმე ნაოჭი და ეს წარბების თამაში ზუსტად შენი სპეციფიკა არის, იმ გინდა როლური სპეციფიკა არის, გინდა ხო, რა თქმა უნდა, პროფესიული ჩვევა არის ეთქობა. ეს კარგია, ხანდახან ეს კარგია, ხო? ამ ბევრი რამის თქმა შეიძლება, ხო? კარგი, გეთანხმები, გავყვეთ წინ, მოდი. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ზომიერების ფარგლებში, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიკეთებ, მიმართავ ნამდვილ პროფესიონალებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვენდობი და ზოგადად თუ კი ვინმე რამეს იკეთებს, მე რა თქმა უნდა არასდროს არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ყველას მინდა ურჩია, რომ დაიცვან ზომიერების წესები, იმიტომ რომ თუ ყველაფერს ზომიერად გავაკეთებთ, აი რა პროცედურაც არ უნდა იყოს და თუ არ გადავაჭარბებთ, ეს იქნება რა თქმა უნდა ლამაზი და ესთეტიურად აბსოლუტურად გეთანხმები, სწორედ ის ფრაზებია, რითაც მე პაციენტთან კონსულტირებას ვიწყებ და ვამთავრებ ჯანსაღად საკუთარ თავზე ზრუნვა ეს არის დიდი ფუფუნება, ვისაც ამის საშუალება აქვს, ფინანსური თუ ემოციური რომ მივიდეს ექიმთან და გაეკეთოს ეს პროცედურები, ზუსტად ისევეა საკუთარი თავის მოვლა ესთეტიკური პროცედურებით, როგორც ფრჩხილის მოვლა, როგორც კბილის მოვლა, თმის მოვლა, სხეულის მოვლა, კუჭნაწლავის მოვლა. ერთ-ერთში ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა. ოღონდ რა თქმა უნდა, ჯანსაღ, ნორმალურ, ცივილურ, ადამიანურ და ბუნებრივ ფარგლებში. არსებობს რაიმე ესთეტიკური პროცედურა ზოგადად, რომელსაც ვიღაც იკეთებს, შეიძლება შენ არ იკეთებ, მაგრამ მოგწონს, აუ ეს რა კაია, აი როგორ მომწონს, ეგეთი რამე ჩდება. აი ზოგადად შეიძლება ტუჩებს იკეთებს ვიღაც და მოგწონს. აი რამე პროცედურა არის, შეიძლება სენი პროფესიიდან გამომდინარე ჯერ არ იკეთებ, მაგრამ გაიკეთებდი. პროფესია არაფერ შუაში არ არის, ისევ და ისევ ვიტყოდი, ოღონდ ცოტა მეშინია ამ პროცედურის და მაგიტო არ ვიციოდეს მე გავიკეთებ თუ არა, აი მკერდის აკაჩვას მასტოპექსია ქვია მაგას, ხო? მკერდის აწევა. აი მაგას ალბათ ოდესმე გავიკეთებ, ოღონდ ნუ არ ვიცი როდის. მოგე, შეიძლება მოვიდეს მაგის დრო და საშიში არ არის ეგ პირდაპირ გეუბნები, აქვე გეტყვი რომ არანაირი რისკები მან როცა პროფესიონალი ასრულებს ამ ოპერაციას ჯანმრთელობასთან კავშირში არ არის ასე რომ როცა გაგიხარდება შეიძლება გაიკეთო. არსებობს თუ არა ახლა ესეთი ტრენდი რომ შენი გაგებით და შენი შეხედულებით რომ ბუნებრივი ქალები აღარ არსებობენ რა ყველა რაღაცა გაიკეთა და უიმე რა კარგია თუ არ იკეთებ რამეს ისე არ ვარ გიხარ აუცილებლად უნდა იკეთო რაღაცა არა ბუნებრივი ქალები როგორ არ არსებობენ და მოდაში აღარ არის ბუნებრივობა მოდაში პირიქით ეხლა მე მგონია რომ ხალხი უახლოვდება იმ დონემდე მიდის ჩვენი აზროვნება და ჩვენი გემოვნება რომ საბოლოო ჯამში მივდივართ იმ მოსაზრებამდე რომ ბუნებრიობა მაინც ყველაფერზე უკეთესია იმიტომ რომ როდესაც ყველა ერთნაირად იკეთებს ტუჩს, ცხვირს, თვალს, მკერდს და ასე შემდეგ, ყველა ერთმანეთს ემსგავსება, მიხვდი და ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს ინდივიდუალურობას და თუ ყველანი ერთმანეთს დავემსგავსებით, მაშინ რა ვიცი, სად არის ჩვენი ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალიზმი ზუსტად ის თვისება, რომელიც იქცევს ადამიანების ყურადღებას, ხო? რა თქმა უნდა. ხო და შესაბამისად რა გვინდა ჩვენ რომ მივიქციოთ ყურადღება, თუ ყურადღების მიქცევა გინდა, მაშინ სხვას არ უნდა გავდე. უნდა იყო ის რაც ხარ. შესაბამისად თუ რაიმე ჩარევას აპირებ, ისევ და ისევ ძალიან ფრთხილად, ზომიერად და ექიმის რჩევით. სწორედ რომ თავის
ასეთ თქვათ, ყურადღების მისაქცევად იკეთებდნენ ნაირ პროცედურებს და ახლაც იკეთებენ შენი გადმოსახედით და ჯანსაღი გადმოსახედით. ინდივიდი არის ყურადღება მისაქცევი და არა ცვლილება, რომელიც შეაქვს ინდივიდს საკუთარ თავში, იმიტომ რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სწორედ ეს ტრენდი დღეს მსოფლიო ესთეტიურ მედიცინაში უკან მიდის, როგორც შენ აღნიშნე და იცვლება იქითკენ, რომ ვიყოთ ჯანსაღები, მინიმალური ჩარევით მივხედოთ საკუთარ თავს და ჯანსაღ ფარგლებში შევცვალოთ ის, რასაც საკობრივი ცვლილებებით თქვათ, მოაქვს ჩვენ სახესა და სხეულზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ოქროს შუალედზე, ხო? შენთვის ეს ოქროს შუალედი რა არის? რაღაცა მარტივი პროცედურებით გავაგრძელოთ ცხოვრება, მე მგონი ეს, ხო? თუ კიდე რამეს თვლი ოქროს შუალედად. აი ისევ და ისევ ეს ზომიერების ფარგლების დაცვა, რომელიც ადრე ვახსენე. თუ ყველაფერს გავაკეთებთ ზომიერების ფარგლებში, ეს იქნება სწორედ ის ოქროს შუალედი, რომელიც უნდა დავიცვათ და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ შემთხვევაში ექიმის რჩევის გათვალისწინება, იმიტომ რომ ექიმმა მაინც მით უმეტეს ესთეტიკურმა ქირურგმა უკეთესად იცის შენ რა მოგიხდება, შენ სახეს რა მოუხდება და შენს ჯანმრთელობას რა არ დააზიანებს, ხო? პირველ რიგში უნდა გამოვიდეთ იქიდან რომ არ უნდა დავიზიანოთ ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე ესთეტიურად რა იქნება ლამაზი თუ რა არ იქნება ლამაზი, ამას ყველაფერი შეგვიძლია რომ პირდაპირ შევიყვანოთ მონაცემები და კომპიუტერი გვიჩვენებს იდეაში როგორი შეიძლება რომ იყოს ჩვენი ვიზუალი. კარგი. მომხმარებელი ხარ ყოველდღიური რუტინისათვის საჭირო საშუალებების, ხო? ეს არის დამცავი საშუალებები, ეს არის დამატენიანებელი საშუალებები, თუ კოსმეტოლოგიური საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა. აკვირდები თუ არა და იცავ თუ არა საკუთარ თავს, როცა დგამ ნაბიჯს და შედიხარ და იაფი თუ ძვირადღირებული პროდუქციას არ გამოყოფთი, ასე ვთქვათ, პროდუქციის ყიდვისას. დღეს ძალიან მოდურია და დასავლეთში ეს დიდი ხანია უკვე ასე ვთქვათ გამოყენებაში აქვს ჩვეულებრივ მოსახლეობას, რომ ისინი კითხულობენ სწორედ იმ წვრილად დაწერილ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას. მე მგონი იქ ლუპით სიარულია საჭირო და რატო წერია ესე წვრილად ესეც გასაგებია, ხო? ხომ არ გაქვს შენ ჩვევაში ეგეთი რამე, იმიტომ რომ ზოგს უკვე ჩვევაში აქვს, ჩემ მეგობრებს მაგალითად, თუ არ წაიკითხეს, თუ არ დაწმუნდე რაღაცას, არ იყენებენ. როგორ იქცევა ნინო ამ შემთხვევაში? ზოგადად ეს ჩვევა ძალიან სწორია, იმიტომ რომ ახლა თვალდახუჭული ენდო რომელიღაც უცხოურ კომპანიას, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვს და მხოლოდ რეკლამა გაქვს ნანახი, ეს მე მგონი ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, ხო? შესაბამისად, კარგი იქნება თუ შემადგენლობას წავიკითხავთ. აი, როგორც ჩვენ ვკითხულობთ წამლის ანოტაციას, როცა ჩვენ ყიდულობთ წამალს, ანალოგიურად უნდა წავიკითხოთ იმ კოსმეტიკური პროდუქტის შემცველობა, რომელსაც ვიყიდით და წავისმევთ სახეზე, ან ტანზე, ან არ ვიცი. მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც მინდა რომ გაგიზიარო და ჩვენს მაყურებელსაც მინდა რომ გაუზიარო ეს ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ ვიყავი, ზაფხულია მოგეხსენება და ცხელა და მზისგან დამცავი პროდუქტების ბუმია და მეც მოვემზადე ზაფხულისთვის და გადავწყვიტე რომ მეყიდა მზისგან დამცავი, თან მე მაქვს ძალიან ღია ფერის კანი და შესაბამისად 50-იანს ხმარობ, მინიმალური არის 30-იანი. მაგრამ ვიწყებ 50-იანით და შევედი ერთ-ერთ ჩვენს აფთიაქში და გადავწყვიტე რომ მეყიდა მზისგან დამცავი საშუალება. კონსულტანტმა რა თქმა უნდა თავის მხრივ, მისი მხრიდან ეს საკმაოდ ისეთი კეთილი ჟესტი იყო, შემომთავაზა შედარებით უფრო ბიუჯეტური ვარიანტი. და რა თქმა უნდა ვიყიდე, წამოვიღე სახლში და შემდეგ სახლში რომ მოვედი მაქვს ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია Yuka. მე მგონი უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და მოკლედ ეს პროდუქტი დავასკანერე, შტრიხ-კოდი დავასკანერე ამ აპლიკაციით და აღმოჩნდა, რომ შეიცავდა საკმაოდ საშიშ ნივთიერებას და ეხლა ზუსტად გეტყვი ეს რა ნივთიერებაა, რომელიც შემდეგ დავგუგლე, უბრალოდ დავინტერესდი, დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ ეს არის ბუტილფენილ მეთილ პროპიონალი, რომელიც 2022 წლიდან არის აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ არის კანცეროგენული, არის მუტაგენური თუ მუტაგენური და არის ორსულებისთვის ტოქსიკური. ხო, მოკლედ საკმაოდ საშიში ნივთიერება აღმოჩნდა და აი ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე იმდენად შევძრწუნდი, რა თქმა უნდა ჯერ არ მქონდა გამოყენებული.
რომ მივბრუნდი იმ აფთიაქში, დავაბრუნე ეს პროდუქტი და გადავცვალე უფრო ძვირადღირებულ პროდუქტში, ოღონდ რა თქმა უნდა სხვა ბრენდის პროდუქტში. საერთოდ კარგი იქნება თუ აფთიაქების მეპატრონეები ხო დიდად დააწერენ არა ან არ შეიტანენ დახლებიდან არა საერთოდ დახლებიდან უნდა აიღონ ისეთი პროდუქცია რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას იმიტომ რომ თუ ეს ნივთიერება არის ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალული და არის ტოქსიკური და საშიში კანცეროგენულია ხო მაშინ ამის თაროებზე შემოდება და თუნდაც ბიუჯეტურ ფასად გაყიდვა ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული ასე რომ მე ყველას ვურჩევდი რომ სანამ რაიმე კოსმეტიკურ პროდუქტს შევიძენთ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას და შემდეგ შეიძლება ის შემადგენლობა ეწეროს მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცოდეთ ეს შემადგენლობა რას ნიშნავს უნდა დავგუგლოთ მე ის შემადგენლობა და უნდა გავიგოთ აპლიკაცია კარგია აპლიკაცია მეხმარება იუკას აპლიკაცია ძალიან მეხმარება ამაში და ამ შემთხვევაში მადლობა მას იყენებ თუ არა შენ იუკას მაგალითად კვებითი რაციონის ანუ საკვები კონსერვები თქვათ რაღაცა სხვადასხვა ტკბილეული შეძენისას აი ან რაღაცა ახალს თუ გადააწყდები და მოდი ახლა ამას გავსინჯო იცი რა ყველას მონაცემი არ არის სამწუხაროდ შეყვანილი ამ აპლიკაციაში მაგრამ უმრავლესობა უცხოური პროდუქციის ანუ დაფასოებული პროდუქციის მონაცემები შეყვანილია და აი მაგალითად ამას წინათ ერთ-ერთ სუპერმარკეტში მინდოდა მეყიდა გრანოლა და იყო სხვადასხვა სახეობის გრანოლა. ერთი რომ დავასკანერე, მიჩვენა რომ იყო ცუდი, იმიტომ რომ ნუ სიტყვაზე შეიცავდა პალმის ზეთს და არ იყო. ხო, დიდად მიზანშეწონილი არ იყო, ხო? და მეორე რომ დავასკანერე, მეორეზე მიჩვენა რომ excellent, ძალიან მაგარიაო და შეგიძლია იყიდო. ჯანსაღკვებასთან მიმართებაში როგორ ხარ შენ? აი მაგალითად ბოსტნეულისკენ იხრები, ვეგეტარიანულ კვებას მიყვები, ხორცს ზღუდავ, ანუ შენთვის ეს თუ ჩვეულებრივ junk food-ი, ასე თქვა, სწრაფი მოხმარების კვებაც არის შენთვის მისაღები. Junk food-ი არ არის მისაღები და არც არასდროს არ ყოფილა. მოე, კარგია, მაგარი თვისებაა. ანუ უბრალოდ არ მომწონს junk food-ი. ის კი არა რომ აი მე რო ვიცი რომ ეს ცუდია მაგრამ ხო, გასაგებია. პრანჩიკელობის ამბავი არ არის, არ სიამოვნებს. ხო, ნამდვილად არ არის, უბრალოდ არ მსიამოვნებს რომ ვჭამ, ხვდები რომ რაღაცა ცუდი ჩავიდა ერთხელ ორჯერ თავიდან რომ გაიხსნა ჩვენთან. ნუ არ აღნიშნავ, მაგრამ ჰამბურგერი ალბათ სულ ორჯერ მექნება ნაჭამი. ესეც იმიტომ რომ მაინტერესებდა უბრალოდ როგორი იყო გემოზე და რო გავსინჯე მივხვდი რომ ეს ის არ არის რომელსაც დედა მიკეთებდა სახლში ხო სახლში გაკეთებული თუნდაც ჩვენი ბურგერი კოტლეტი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე ჰამბურგერი მიღებულია სარეკლამო ასე ვთქვათ სპონსორი უნდა წარვადგინო ახლა პოდკასტის სპონსორი არის აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის ეს ბრენდი სრულიად ორიენტირებული ეფექტურობაზე და მისი პროდუქტების გამოყენებისას შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოა აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ქონია თუ არა ნინო გაჩეჩილაძეს წონის პრობლემა, როდესმე მე არ მგონია, მაგრამ მაინც გეკითხები. როგორ არ მგონია ეხლა მაქვს? ეგ პრობლემა ეხლა მაქვს. ეხლა შეგაქვს წონის პრობლემა? კი, მაქვს, რა ვქნა. თან ზაფხულია და ზაფხულში ანუ ეს წონის პრობლემა რამდენ კილოგრამში აისახება? კილოგრამ ნახევარში? დავუშვათ 5. კი, 5 კილო ბევრია. მე 25 მაქვს ბევრი. 105 კილოგრამი. შენ მამაკაცი ხარ უფრო მაღალი. და რა მამაკაცი ვარ, მე ხო ხედავ. არა, უფრო მაღალი ხარ და ეს წონა სიმაღლეზე უფრო ის თანაბრად აწილდება. რთულად დაძლევადია? რა ხერხებით ცდილობთ ხოლმე? ჩემთვის რთულად დაძლევადია, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი რაც უფრო ნაკლებია წონა, მით უფრო რთულია მისი დაკლება. და თან როცა 40 წელს გადაცდები ადამიანი, ხო, მეტაბოლური პროცესები ცოტა დუნდება, კი ბატონო. დუნდება და შესაბამისად კლების პროცესი ჩენელებულია, ასე რომ ჩემთვის რა მეთოდებს მიმართავ შენ, ნინო, მაგალითად, აი ეს 5 კილო რომ დაიკლო. როგორ გითხრა, აი ჯანსაღი კვება რაც ახსენე. კაი, რეჟიმული ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა, ხა რო გითხრა, რომ ვარჯიშობ მეთქი და ყოველდღიურად დარბაზში დავდივარ მოგატყუებ. შიგადაშიგ ვარჯიშობ, მაგრამ მალე ბეზდება ვარჯიში. სიარული? სიარულიც კი, უფრო მიყვარს სიარული, მაგრამ ნაკლებად, უფრო იოგა მომწონს. ძალიან მომწონს იოგა, იმიტომ რომ ეს მარტო სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღე. არა, უფრო სულიერი სიჯანსაღე არის ჩემი აზრით და ამიტომ მიმართავ ხოლმე ხშირად იოგას. ძილი?
აი ძილი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რომელზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს და რაც უფრო მეტი ძილი იქნება, მით უკეთესი, განსაკუთრებით ქალის ცხოვრებაში. ძილსა და შენს ვიზუალურ მხარეს შორის თუ აკავშირებ, ანუ შენ თუ კარგად გამოძინებული ხარ 1 დღე, 5 დღე, 10 დღე, ვიზუალურადაც აისახება ეს. თუ თქვა ძილის პრობლემები დაირღვა, ვიზუალურად შენი თავი არ რა თქმა უნდა, თუ ძილის პრობლემა მაქვს დარღვეული, ძილის პროცესი თუ მაქვს დარღვეული, მეორე დღეს აბსოლუტურად უფუნქციო ვარ. არაპროდუქტიული, მთელი დღე მჭირდება იმისთვის, რომ გამოვფხიზლდე და ზოგადად ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. იდეალური არის. რამდენი საათი გძინავს? აი ხა მაგაზე უნდა მეპასუხა. მინიმუმი არის 8 საათი და იდეალური არის 10 საათი. ძილის გუდა ვარ. 10 საათი ძილი მაგარია რა. რომელზე იძინებ? მიან. პირველი 2-ზე და დილის 10-11-მდე გძინავს ესე. 12-მდეც. და როცა იღვიძებ თავს მხნედ გზნობ, თუ გჭირდება ყავა და რაღაცები. თუ გამოძინებული ვარ, მხნედ გზნობ, მაგრამ ჩაი და ყავა მაინც მჭირდება. ეხლა სასიამოვნოა დილის რუტინა და რაღაცა პროცესების ხო, თან მე ცოტა ნელა მიყვარს გამოღვიძების პროცესი, ჩემთვის ცოტა ხანგრძლივი პროცესია. მე გეტყვი ესეთ რაღაცას რა, დაძინების დრო შენ თუ შეეცდები რომ მოსინჯო 11 საათს არ გადააცილო და ადგომის დრო 7 საათს არ გადააცილო. ძალიან მიჭირს რა ვქნა. ჩვევა. ყველაფერი არის ჩვევები, იმიტომ რომ ნეიროფიზიოლოგიის დონეზე ჩვენი ნეიროტრანსმიტერები გამოიყოფა საათობრივად იმისთვის, რომ ჩვენი ფიქრის გარეშე გვაცხოვროს ჯანსაღად. როცა ჩვენი ფიქრი ერთვება და ჩვენი გადაწყვეტილებები სუბიექტური და პატერნებით განპირობებული, ანუ ჩადებული წესჩვეულებებით განპირობებული, ბევრ რაღაცას ჩვენ თავს ვუშავებთ. ამიტომ ყველას ვეუბნები, საკუთარი გამოცდილება მაქვს, ზოგს უკან და თამამი ვარ ამაში და გარკვეული ცოდნაც მაქვს, ამიტომ შეეცადოს ყველა ადამიანი, ვისაც ახლა აქვს საშუალება, რომ რაღაცა ცვლილება შეიტანოს თავის ძილის რუტინაში, 11-ზე დაძინება, 6-ზე გაღვიძება. ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 15ჯერ და სრულიად სხვა ენერგიით დგება ადამიანი დილას ადრე გაღვიძების შემთხვევაში. თუმცა შენ მე მიზეზი მჭირდება დილას ასადგომად. აი მიზეზი რომ მქონდეს, გადაღებები როცა მქონდა. არა, სხვათა შორის აი გადაღებები როცა მქონდა, იძულებული ვიყავი რომ დილას ადრე ამდგარიყავი და ვდგებოდი, იმიტომ რომ სხვა შენი ნების წინააღმდეგ ხდება. ჩემი ნების თუნდაც იყოს ჩემი ნების წინააღმდეგ, ოღონდ იყოს ისეთი რეალური მიზეზი და мотиваცია. იმისთვის რომ ადრე ავდგე. შენ მაგალითად რაიმე პროფილი გააქვს შერჩეული კამერებში, რომელი მხრიდან გინდა დაენახო კამერას? მარცხენა ნინოს best offer არის მარცხენა მხარე. მარცხენა პროფილი მირჩევნია მარჯვენას. კარგი. საკუთარ თავს თუ აძლევ იმის ფუფუნებას, რომ რაღაცა შეცვალო, ეს რისი ბრალია შენი აზრით? რომ პრობლემა გაქვს თუ რა შევცვალო რაში გარეგნობაში, ხო, შენ არა ზოგადად, როცა ადამიანი იწყებს საკუთარ თავში გარკვეულ ცვლილებების შეტანას, ის საკუთარი თავი არ უყვარს მას თუ რაღაცა არ მოწონს? იცი რა არის? ვერ ვიტყოდი რომ საკუთარი თავი არ უყვარს, მე მგონია რომ პირიქით, უფრო ანუ იქიდან გამომდინარე რომ საკუთარი თავი უყვარს და უნდა რომ უფრო უკეთესად გამოიყურებოდეს ვიდრე გამოიყურება, იმიტომ ცდილობს ამ ცვლილებების შეტანას და რაღაცა პატარა კორექციების შეტანას, რომ უნდა რომ უფრო დახვეწოს თავისი ვიზუალი, ხო? რომ უფრო მოსაწონი იყოს, ჯერ თავის თავი მოეწონოს უფრო მეტად, მერე სხვას მოაწონოს თავი. ხო, ეგ ჯანსაღია, ჯერ შენ თავი უნდა შეიყვარო ჯანსაღად და მერე სხვა შეიყვარო. მაგრამ თუ სარკეში ადამიანი იყურება და რაღაცა არ მოწონს, ის რაღაცა უნდა შეცვალოს. ხა მე არ ვამბობ რაღაცა რადიკალურ ცვლილებებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარა კორექციები რატომაც არა. როგორ ფიქრობ, დღეს არსებობს ესეთი მიმდინარეობა ნატურალიზმი, ანუ სუპერბუნებრიობას დავარქმევდი მე, როცა ადამიანები და ბევრი ჩვენ გვინახავს საქართველოში ეს არ არის ესეთი ტრენდული, მაგრამ დასავლეთის ზოგიერთ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში ეს ძალიან ესე იგი თვალში მოსახვედრია რა. ეხლა აღარ დავკონკრეტდები ცოტა მერიდება ამაზე კონკრეტიკა, მაგრამ რას შეგრძნება სიწევს შენში ესეთი ქალი თუ კაცი, უფრო ქალებზე ვიტყოდი, იმიტომ რომ იქ უფრო მძაფრად ჩანს ეს რა. იცი რა, მე არ მომწონს ესეთი ზედმეტი ნატურალიზმი. იმიტომ რომ ეხა სიტყვაზე ვამბობ, ამას წინათ ნახე ერთ-ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე,
ქონდა თავისი ბუნებრივი შავი თმა და შიგადაში გაიშესაღები ჭაღარები, ოღონდ ძალიან ინტენსიურად და ანუ როდესაც ხარ ძალიან მდიდარი და როდესაც არანაირი პრობლემა არ გაქვს იმის, რომ თმა შეიღებო, რა პრობლემაა? ანუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ნატურალიზმი მოგწონს? იცი რა, მე მგონი ვარსკვლავს და ამ შემთხვევაში ვარსკვლავზეა საუბარი, არა აქვს იმის უფლება, რომ მხოლოდ თვითონ რადგან მოწონს თავის არკეში ესეთი, აი ჭაღარათმიანი. თუმცა რატომ მოწონს არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ თვითონ რახან მოწონს, ესე იგი წითელ ხალიჩაზეც ესე უნდა გაიაროს, იმიტომ რომ იქ მას უამრავი ადამიანი უყურებს და შენს ფანებზეც უნდა იზრუნო, შენს მაყურებელ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა. ისევე როგორც არა აქვს ვარსკვლავს იმის უფლება, რომ ზედმეტად გასუქდეს ან ზედმეტად გახდეს. ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ის ვიზუალი უნდა შეინარჩუნოს ასე თუ ისე, როგორიც მაყურებელმა შეიყვარა. მიღებულია შენი პასუხი. მე რა ვიცი, მე ესე მგონია. მეც მგონია, როდესაც შენ საჯარო ფიგურა ხარ, სახალხო ფიგურა ხარ, ასე პოპულარული ფიგურა ხარ, ხო, ის ესთეტიზმი რაღაცა ცოტა მაყურებლის პატივისცემაც უნდა ქონდეს. ორმხრივია, თუმცა ეს მონებრივია რადიკალიზმში არ უნდა იყოს და საკუთარი ნების წინააღმდეგ არ უნდა ერო ამის გამო, მაგრამ რაღაცა უკიდურესობები ამაზე თანხმდებით არსად ხარეს არ ვარგა. ვინმე საზს ითვალისწინებს ცხოვრებაში? რასთან დაკავშირებით? აი ნებისმიერ რაღაცასთან დაკავშირებით. მაგალითად ნინო შენ, იცი რა, წადი ნინო თქვათ რაღაცა, თმა აი აქ უფრო მოკლედ შეიჭერი. ან თქვათ კანზე ეს წაისვი, ყავს ესეთი კონსულტანტი? ოჯახის წევრი შეიძლება მეგობარი. ვიზუალთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გავითვალისწინებ ალბათ ჩემი კოსმეტოლოგის აზრს, იმიტომ რომ ვიცი რომ ის პროფესიონალია და იმან ზუსტად იცის დაუშვათ მე რა მჭირდება. ეს ზამაგარია, როცა მიგნებული ყავს ეგეთი ადამიანი. ანუ სახეს გაწმენდა უნდა თუ პილინგი უნდა თუ ანუ რა სახის მოვლა ჭირდება, ანუ ეს ყველაზე კარგად იცის კოსმეტოლოგმა. ხოლო რაც შეეხება ოჯახის წევრების აზრს, რა ვიცი, ჩემი და თუ მეტყვის ხოლმე რომ აი დავუშვათ აქ მე მგონი ისე ჯობია. ხანდახან ვითვალისწინებ, კი რა თქმა უნდა, მაგრამ ისე რომ ვიღაცა მითხრას რომ აი წადი ახლა თმა შეიჭერი და წავიდე შევიჭრა, არა, რა თქმა უნდა, არა. ოკეი, მიღებულია. აფრიკაში ფასობს სხეულის ფორმები, აზიაში კანის ფერი და სტრუქტურა. საქართველოში რა არის დღეს მოდური? აი ქართველი ქალის ასე ვთქვათ ერთმანეთის მიმბაძველობა და წამხედურობაში ყველაზე წინა პლანზე რა გამოდის ხოლმე? აი რა, ვიზუალურ ხარეზე შენი აზრით, ხო? ხო, აქაც იგივე პრობლემა არის სამწუხაროდ, ყველა ერთმანეთს ემსგავსება, ყველა იკეთებს ერთნაირ ცხვირს, ერთნაირ ტუჩს, ერთნაირად იღებავს თმას, არ ვიცი. და ესე ტალღებად მოდის ეს. ხო, ანუ რატო მოწონთ ის რომ ერთმანეთს უნდა გავდნენ არ მესმის. ანუ ინდივიდუალიზმი როცა იკარგება, იქ მე მგონი ყველანაირი ინტერესი იკარგება. ანუ რაც არ უნდა ინდივიდუალიზმი თუ იკარგება, ინტერესი იკარგება, კი? ინტერესი ანუ მამაკაც ინტერესი ეკარგება ისეთი ქალის მიმართ, რომელიც ფართე მოხმარების ასე ვთქვათ ვიზუალს კონვეირის იმასავით. ოკეი, გავიგე. ჩვენთან გვაქვს რუბრიკა კი და არა. ესეთი კითხვები სწრაფად კი ან არა. რაც უფრო ძვირია კანის მოვლის საშუალება, მით უკეთესი. თან კი, თან არა. უფრო? უფრო არა. უფრო არა, კარგი. თმის საშრობით ფენით, ასე ვთქვათ, გაშრობა აზიანებს თმას. ამიტომ მხოლოდ ბუნებრივად ჯობს თმა გაიშრო. მხოლოდ ბუნებრივად ჯობს თმის გაშრობა, მაგრამ თუ სადღაც გეჩქარება და აუცილებლად უნდა მშრალი თმით მიხვიდე, თუმცა შენი აზრით პასუხი არის კი. ხო, რა თქმა უნდა, ფენი აფუჭებს თმას. კანის მდგომარეობა მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა. არა მხოლოდ. კარგი. ნინოს ჩანთაში ყოველთვის უდევს წითელი ტუჩსაცხი. არა, ვარდისფერი გლოსი. მაგრამ დევს, ხო? არა, წითელი ტუჩსაცხი არ დევს. ტუჩსაცხი დევს. დილა სირბილი ნინო გაჩიჩილდეს საყვარელი აქტიობა. არა, დიდი ტყუილია. პარკას დავიხარ პირად. დილას არ დავრბივარ, დილას ნახე, სადღაც დარბოთი. კარგი იყო. ბოლო კითხვა ნინოს არასოდეს გაუსინჯავს ქართული ნატურალური ხემსი კრისპი. ჯერ არა, მაგრამ იმედია გამასინჯებ. აი, გვაქვს ესეთი კრისპი, რომელიც მართალი გითხრა, მეც ახალხანს გავიგე, გავსინჯე,
ძალიან გემრიელია და მე მოუყვები ამის შესახებ ეს შენ გადმოგეცემა და სახში ტელევიზორთან რო დაждები საინტერესო ფილმის აყურებლად შეგიძლია ამ ხემსით ასე ვთქვათ ისიამოვნო მე მანამდე გეტყვი და მაყურებელს ვეტყვი რომ ეს არის ჩიფსების ჯანსაღი ალტერნატივა მართლა კარგი რამ არის მართლა გემრიელია მარცვლებით არის ჯანსაღია ეხლა ნახე რამდენი რაღაცას ჩამოვთვლით ხო საქართველოში დამზადებული როა ეს ხო ძალიან მაგარია კარგი კომპანია რო ამზადებს და კარგი ხალხი ემსახურება ამ კომპანიას ეს ცალკე კარგია მაგრამ პროდუქტი მზადდება ნატურალურ ინგრედიენტებზე ეს ერთი მეორე არ შეიცავს კონსერვანტებს საღებავებს არომატიზატორებს და ქიმიურ დანამატებს ფანტასტიკურია არ იწובה და იხარშება ზეთში. ამაზე მთელი ამბავი ატეხილი ზეთში შემწვარი პროდუქცია და თავად ეს ზეთი ძალიან საინტერესო, აბა როგორ იწובה? ტექნოლოგია. როგორ ტექნოლოგია, ხო იცი დღეს მოდაში. წვება დაბალ ტემპერატურაზე, რათა ჯანსაღი ცხიმები არ გარდაიქმნას კანცეროგენულ პროდუქტად. აი ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოებისას არ გამოიყენება სპრედი, მართლა გითხრა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ისეთია, რაც კარგია რომ არ გამოიყენება. მარგარინი. ხელოვნური კარაქია სპრედი. ხელოვნური კარაქი არ გამოიყენება. მადლობა, არ ვიცოდი. პალმის ზეთი და ასე შემდეგ ისეთი დანამატები, რომელიც ჯანსაღ პროდუქციაში არ არის. არის მაღალი პროტეინის შემცველი და ბოჭკოებით მდიდარი. ანუ საწვისმომავლო სისტემას და კუჭის მოქმედებას ეს მოუხდება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჯანსაღ ფარგლებზეა საუბარი ხალხო, ეს ყოველთვის უნდა დავიცვათ, ხო? კრისპის რამოდენიმე პროდუქტი დამზადებულია უგლუტენო ნედლეულისაგან, ესეც პოზიტიური მხარე, დადებითი მხარე. კრისპი ნატურალური, ქართული პროდუქტი და სრულიად ჯანსაღი წასახემსებლად. ასე რომ სახში გატან ის გადაგვრჩენია რომ მივირთვათ. ჩვენ პოდკასტში გვაქვს ესეთი რუბრიკა პირიქით, ანუ ცვლით როლებს და რამოდენიმე კითხვის დასმის საშუალება გაქვს შენ როგორც სტუმარს და მე გიპასუხებ ყველაფერზე რაც თავში მოგივა. ორი კითხვა რო იყოს უკვე კარგია. რაც თავში მომივა. კარგი. მაშინ როგორც ექიმს და როგორც მამაკაცს გკითხავდი ესეთ რამეს. აი რამდენ ქალს გამოუვლია შენს ხელში, ხო? ექიმის, როგორც ექიმის ხელში მაგას გულისხმობ. რამდენი ოპერაცია გაქვს გაკეთებული, ხო? ეს იქნება, რა ვიცი, მკერდი, ცხვირი, ტუჩი თუ სახის პლასტიკა თუ ასე შემდეგ. აი მაინც აი ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე მიმზიდველი რა არის ქალში? ცნობიერების ნაკადები. რა მოდის მისგან? ანუ ვიზუალური მხარე არაფერ შუაში არ არის? ვიზუალური მხარე არის მხოლოდ ნაწილი ერთი მთლიანის. მე მაგაზე გეკითხები თორე ხა ცნობიერების ნაკადი და ინტელექტი რომ მნიშვნელოვანია, ხო, ეს რაც მოდის, რასაც აფრქვევს, რაც გადმოედინება, რაც არის საინტერესო, ეს მხიბლავს ყველაზე ძალიან ნებისმიერ ადამიანში და მათ შორის ჩემს უახლოეს მეგობარში თუ ოჯახის წევრში ეს მხიბლავს, ხო? და რაც შეეხება ვიზუალს, ну მაქსიმალურად ბუნებრივობა. ყოველთვის მე ამის მომხრე ვიყავი, ვარ და ვიქნები. ეს არის ჩემი ხედვა. ანუ შენ ბევრი პაციენტისთვის გითქვამს უარი სხვადასხვა ოპერაციაზე. კი, პროცედურებზეც და ჩარევებზეც მათ შორის კი ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. როცა არ არის საჭირო. მაშინ მეორე შეკითხვას დაგისმევ, ესეც ქალებს ეხება. რადგან ცნობიერების ნაკადი და ინტელექტი ახსენე, მაშინ მაინტერესებს ყველაზე მეტად რა თვისება გაღიზიანებს ქალში, აი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, ძალიან კაიტანი კონდეს, ძალიან ისეთი პოპულარული იყოს, მაგრამ აი ის ერთი თვისება თუ აქვს, ხო, აი ეს ერთი თვისება თუ აქვს, იმაზე სიჯიუტე ნუ რა არის? აი მაგიზიანებს. მართლა? სიჯიუტე კაცებსაც ახასიათებს. არა, მაგიზიანებს რა. ყველაზე, ანუ სიჯიუტის გამო უარს იტყოდი ქალზე? კი, ქალზე ესე როგორ გითხრა, მაგრამ კომუნიკაციაზე ვარს ვიტყოდი. თუ მე დარწმუნებული ვარ რაღაცაში და ვხედავ ხის სიჯიუტეს. თან ზოგ შემთხვევაში შეიძლება სიჯიუტე არგუმენტირებული იყოს და ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ასე ჩათვალოს ადამიანს, რომ ეს ხასია. თუ არგუმენტირებული სიჯიუტე არ არის, ხო, აი სიჯიუტეს ვეძახ იმას, როცა ნამდვილად ესეა და აი რაღაცის და გამო აი ჯიუტად არა სიძახის ან კი სიძახის რაღაცა. შენ ხარ ჯიუტი? პრინციპული ვარ უფრო. პრინციპული. გასაგებია. კაი, მიღებულია. დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა შენ. შენ წარმატებები
მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან მალე დამშვიდდება, დაწყნადება ისე როგორც თელ სამყაროში რაღაც არეულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველას გვექნება ჩვენი საქმიანობის მშვიდად და წყნარად და პროფესიონალურად შესრულების საშუალება და წინ წავა ჩვენი ქვეყანა რაღაცა სიახლეებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენ პირველ რიგში, შენ პირად ცხოვრებაში და პროფესიული მხარეზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ყველას გვიხარია შენი დანახვა დიდ ეკრანებზე. ძალიან დიდი მადლობა კოტე, მადლობა მოწვევისთვის და აბა წარმატება შენს ახალ პროექტს. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდი. მოიწონეთ ჩვენი გვერდი აქ და შევეცდებით ყოველთვის უფრო და უფრო საინტერესო სტუმრები დაგახვედროთ, თუმცა ერთმანეთს ჯობნის ყველა სტუმარი და ყველა ფანტასტიკური გვყავდა და გვეყოლება. იმედი მაქვს, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ვინც გვადევნებთ თვალყურს და ვინც იწონებთ ჩვენს არხს. დროებით.